I'm German homelos, I drink coffee and I know things. 29 ეპიზოდის თემა არის უბრალოების დიდებულება. უბრალოებაზე უფრო დიდებული სანახავი არაფერი ადამიანში. და ერთი წამითაც არ უნდა ვიფიქროთ, რომ უბრალოება და თავმდაბლობა სისუსტის და საცოდაობის ნიშანია. როგორი შემზარავია ადამიანი, ვინც ასე ფიქრობს. ფიქრობენ, რომ რაც უფრო ქედმაღლობას და უკადრესობას გამოავლენენ, უფრო პატივსაცემი და მოსაწონი ადამიანები იქნებიან. რაც უფრო მეტ ადამიანს დააიგნორებენ, ზურგს აქცევენ, გამორჩეულობის გამო უარყოფენ, გარიყავენ, დაჩაგრავენ, უარს ეტყვიან თუნდაც მცირე დოზეთ კომუნიკაციაზე, თუნდაც პატარა დიალოგზე, უფრო მაგარი ტიპები იქნებიან. საბედნიეროდ ეს არ არის სწორი არჩევანი. და სულ რომ შევეშვათ წუთით არჩევანს და პირად ახირებებს და აზროვნების დაზიანებულობას, რანაირად შეიძლება იყოს უბრალოებისგან დაცლილი ამპარტავანი ადამიანის სწორი და ლამაზი სანახავი. როცა შემოქმედი ღმერთი ისეთი უბრალოების ნიმუშია, როგორიც იესო ქრისტეა. უბრალოება ასეთი ძვირფასი და ღირებული თვისება რომ არ იყოს, ღმერთი ადამიანამდე დაიმდაბლებდა თავს და თან ამ ადამიანობაშიც როგორი უბრალო იყო, კი არ დადიოდა და ადამიანებს კი არ ახვევდა თავს, რომ კი არ ამეტებდა თავს, მე ღმერთი ვარ, თქვენზე მეტი ვარ, თქვენ არაფერი ხართ ჩემთან შედარებით, თაყვანი მეცით, ოქროს სასახლე ამიშენეთ. ამ უბრალო ტანსაცმელს არ ვიკადრებოდა ასე შემდეგ. ასეთი იყო, ასეთი არ იყო. ყველანაირად მოგრძალებული და უშუალო, უბრალო ადამიანი იყო. იმდენად რომ ყველაზე საშინელ ადამიანებსაც კი არ აგრძნობინებდა თავს არარაობად და შეცდომად. როგორი თავმდაბლური დამოკიდებულება ჰქონდა და აქვს ჩვენს მიმართ. და ამის შემდეგ რა გამოდის, რომ ადამიანს, რომელსაც უბრალოება ეგოიმება, ასე ვთქვათ, და სძულს თავის თავს უფალზე უკეთესად და აღმატებულად თვლის, ესე გამოდის. უნდა თუ არა ესე გამოდის. უბრალო და თავმდაბალი ადამიანი თავს არარაობად არ გაგრძნობინებს არაფრით, არც ერთ შემთხვევაში, არანაირად. მოგისმენს, გემეგობრება, დაგეხმარება, რითაც შეუძლია, უკეთეს ადამიანად გაგრძნობინებს თავს, შენი შრომის შეფასება არ ენანება, შენი საქმიანობით, შემოქმედებით ინტერესდება, შენით ინტერესდება, თავს გარიყულად არ გაგრძნობინებს. თბილი სიტყვები არ ენანება შენთვის, როცა შეაქებ გაორმაგებულ სითბოს და ყურადღებას გიბრუნებს. საოცარი ადამიანი ამ სიტყვის სრული სისავსით. პატივისცემის და შემჩნევის ყურადღების გაცემით არავინ გაღარიბდება. პირიქით, რაც მეც გასცემ ყურადღებას, მეტად ბედნიერი გახდები.